მამაკაცი. მოგესალმებით, გამარჯობა გისურვებთ ბედნიერ დღეს წარმატებულ დიდი მადლობა რომ გვისმენთ FM 104 ან ინტერნეტით ან უსასმენით არა აქვს მნიშვნელობა როგორ გვისმენთ თქვენ უსმენთ საზოგადოებრივი რადიო ერთის პირდაპირ ეთერს ქალი და მამაკაცი აი ეს გადაცემა თქვენთან ერთად თქვენთვის დაიწყო 11 საათსა და 12 წუთზე. კეთი ელიაშვილი არის გადაცემის ავტორი და წამყვანი ქალი და მე დავით ველიჯანაშვილი მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას დათო ძალიან შერწყმენილია და ამიტომ დაიწყოთ გადაცემა იმიტომ არის შერწყმენილი რომ დღეს გადავწყვეტეთ ვილაპარაკოთ იმ გამოგონებებზე რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და გკითხოთ თქვენ რომელი გამოგონების გარეშე ვეღარ წარმოგიდგენიათ ცხოვრება. ნუ მე მაგალითად ამას წინათ ფიქრობდი რაღაცაზე ჩავფიქრდი და ვფიქრობდი რომ პამპერსი რო არ ყოფილიყო ჩემო მშობლებმა როგორ გაზარდეს ორი შვილი თქო და მე ნამდვილად ვერ გავზრდიდი ჩემოშოს არ ვიცი ანუ ალბათ გავზრდიდი მაგრამ ძალიან გამიჭირდებოდა მაგრამ საქმე ამაში არ არის დათო ამიტომ არ არის შერწყმენილი შერწყმენილი ის არის რომ სოფლიოს 18 უმნიშვნელოვანესი გამოგონება ჩემო მეგობრებო ჩემო საყვარელო არ დაიჯეროთ ეგ ამბავი ქალს ეკუთვნის არავითარ შემთხვევაში ეს გამოგონებები იმოდანაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ჩავიკითხავთ მიხვდებით დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმ გამოგონებებზე რომლებმაც შეცვალა მსოფლიო თავისთავად პირველი რა თქმა უნდა ეს იქნება ცეცხლი და მეორე რა თქმა უნდა ეს იქნება ბორბალი მაგრამ ნუ დანარჩენს ნელ-ნელა მივყვეთ ხო ხო ხათ მუქეთი როგორც მოყოლესი არ არის ახლა ის გამოგონებების სიარაც ქალების მიერ იყო კი ასე თუ ისე საჭიროა გიცუდი გამოგონებები არ არის პრინციპში ალბათ კარგიც იქნებოდა უბრალოდ ხო ისტორია ხო ესეთია ყველაფერს ქალები აკეთებენ და უბრალოდ ისტორიას ავიწყდება ქალების სახელები და კაცების სახელებს იმახსოვრებს ხოლმე მარტო ხო ისტორიის ბრალია კაცების ბრალი კი არ არის ხო და ესეთმა მამაკაცებმა რომ იარსებობდა ბებ და გადაცემა რომელიც ფარდას ახდიდა ყველა აქედან გამომდინარე როცა ვეძებთ ხოლმე ჩვენ მსოფლიოს გამოგონებებს იქ ცალკე არის ხოლმე ქალის გამოგონებები ცალკე კაცის გამოგონებები არ არის ჩვენ ხო თავდაბლები ვართ ხოლმე და ცალკე ქალის გამოგონებები ნუ ესე აი კაია თქვენც რაღაც გამოგიგონიათ ალბათ ესეთი ძალიან დიდი ბოდიში როდის უნდა გამოგვეგონა ასტამის რტყმისგან თავისუფალ დროს თუ აი როდის ერთი ძალიან მაინტერესებს გადაგაყოლებთ ამასტამს ედვარდ რას ნიშნავს გადაგაყოლებთ დიახაც ვისეცალა გამოგონებისთვის კორსეტი გქონდა მოჭერილი და საუკეთესო კორსეტი თვითონ მოიჭირეთ მე ვინ და ჩვენ არ მოგვიჭერია კორსეტი გვალვალდებულებდნენ თქვენნაირი მამაკაცები რომ ესეთები ყოფილიყავით და ეგ კორსეტიც მე როგორც ვატყობ სიმბოლური მნიშვნელობისაა დათო ხო მაგრამ ქალების თვითონ გადაწყვეტეს მე ესე მგონი არავინ დააძალებდა იმისი არ ყოს რა ქვია ხალხს ხო თავისთავად რაღაცნაირი მოსწონს და სულ ცდილობს რაღაცა თუნდაც ისეთ ფორმაში ყოფნას როგორიც თვითონ მოწონს და კაციონება არ გინდა ისე უფრო კარგი ხარ არა ნუ გადაგა ყველაფერი ეს პროზაულ მოდურ ჭრილში მე გეუბნები რომ კორსეტი ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას ამ შემთხვევაში არა უშო ჩვენ აბჯარი გვეცვა და მძიმე იყო ფაინე კარგი რა თქვენ შეზღუდული თავისუფლება არ გაიშვა. კარგი დავიწყოთ მსოფლიოს მოკლედ ჩვენ ინტერაქტივი დღეს ხო კიდევ ერთ ხოცმენელს შევახსენოთ ეს არის გამოგონება რომელმაც შეცვალა მსოფლიო რომ ბევრია ასეთი მოგეხსენებათ ოღონდ თქვენ ინტერაქტივში გვინდა რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ რომელ გამოგონებას თვლით ყველაზე მნიშვნელოვნად ერთს ან ორს ოღონდ ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი რას ფიქრობთ რომ ჩვენ დღეს ყოველთვის ხო საუბრობთ ხოლმე რომ გადაცემას უთმობთ თქვათ რაღაც მე-19 საუკუნის ჭორაობას ან რაღაცას. დღეს კაცობრიობის ისტორიას უთმობთ. კაცობრიობის ისტორიას დავიწყოთ ბორბალით და ცეცხლით თუნდაც და დავასრულოთ Facebook-ით არ არის რამე კი, ახლა ვიღაცისთვის წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე ცხოვრება. ახლა ჩემთვის პირადად ხო ესეთ გამოგონებებში ტელეფონი არის ძალიან საინტერესო. იმ სახით რა სახითაც ახლა გვაქვს მობილური პრაქტიკულად სახლის ტელეფონმა ნელ-ნელა თითქმის დაკარგა ფუნქციები და ასევე მობილური ტელეფონი, ну, მოკლედ ტელეფონი კომუნიკაციის ეს საშუალება არის ჩემთვის საოცარი გამოგონება ნამდვილად. ასევე ну, ახლა კინემატოგრაფია არის ძალიან და ფოტოგრაფია არის, კამერა ობსკურა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოგონება. ჩემთვის თორე ხა ზუსტად მეც იქავა, რომ ბორბლის გარეშე კაცობრიობა ვერსად ვერ წავიდო და ამიტომ რომ პირველი ხა არის ველოსიპედს ну იგონებ თავიდან და დაკავშირებულია ზუსტად ბორბლის გამოგონებასთან. თუმცა
თუმცა პირველი გამოგონება მოდი ხო აი ეს დავიწყოთ ზოგადით კონკრეტული გამოგონებები უნდა ვილაპარაკოთ დღეს რა თქმა უნდა კონკრეტულ გამოგონებებზე მაგრამ აი ესეთი ზოგადი შესავალი რო გავაკეთოთ კაცობრიობის ისტორიიდან გამომდინარე ეს კონკრეტულად ვერ ვიტყვით რომ ესე რაღაცა გამოგონებაში შეიძლება ვერ ჩავთვალოთ თუნდაც ქვის იარაღები რომლებიც ნუ პირველად რაღაცა არ ითვლება თავისთავად ცხადია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცეცხლის კონტროლი ესეც გამოგონებაში წარსულობა ცეცხლის ხარ გამოგონება კონტროლი ისწავლეს უბრალოდ და გაჩენა ისწავლეს კაცო ხო ცეცხლის გაჩენა და ნუ კონტროლში შედის გაჩენაც ჩაქრობაც და გამოყენება მისი რაც ყველაზე მთავარია ცხოველების მოშინაურება შეგვიძლია ჩაითვალა დიდ გამოგონებად ნუ გამოგონებაში ესეც შეიძლება არ ჩავთვალოთ და აი მივედ ბორბალი არის ერთ-ერთი პირველი რაღაც მსოფლიოში 6000 წლის წინ დაახლოებით რა თქმა უნდა ცენტრალურ ევროპაში მესოპოტამიაში გაჩნდა როგორც გათხრებით და არქეოლოგები გვიმტკიცებენ და ბორბალი უკვე შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის პირველ ძალიან მნიშვნელოვან გამოგონებად. დავიწყოთ ახლა ჩვენ ინტერაქტივი 240-91-92 რამე გაჩნიათ მსოფლიოს უდიდეს გამოგონებად და პირველი მსმენელი უკვე ხაზზეა. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა დავით ქეთევან. მოგესალმებით, შემოკარგება. კარგად, მადლობა. ქეთი, შენთვის მაგალითად ხო ტელეფონია ხო და ჩემთვის თვითმფრინავი. თვითი როგორ მაინტერესა. აი ეს ამხელა მასა. არა, გასაგებია რომ კანონია. არა, მესმის ხო? ანუ მაგრამ ეხლა ესე თუ ავიღეთ კოსმოსში ხომალდია მიმაგრებული და იჭერს ტელეფონით აქ. არა, მესმის ძალიან საინტერესო გამოგონება აბსოლუტურად. ის როგორ მაინტერესებს რომ იცი აი ამხელა მასა როგორ არის და აი რა აი როგორია მის აი დღემდე ისე გამოუცნობია და აი საერთოდ რაღაც დაფრინავს რა ხომალზე არა მაქვს ლაპარაკის ხო ხავში ხეტივტივებსო და აი რაღაც შეიძლება მაგიც არის ისე რაღაც კოორდინაცია რაღაც და აი არ ვერ ხვდები შემამდე არის აი ძალიან კაი არა ძალიან მარტივი ახსნა აქვს თვითმფრინავის ჰაერში გაჩერებას მაგრამ გეთახმებით რომ ამ ახსნამდე მისვლა უნდა ცხადია გინდა თორე ახსნა მეც მიხვე ხა თვიმაში თავი როგორ ჩერდება გემი მეც ვიცი იმიტომ რომ იქ არის რაღაც თავისი ტივტივებს და იქ ტივტივები და იქ თავისი რაღაცა ქვემო დადებული და აი ეს ჩემთვის არის ამოუცნობი რაღაცა და მე და დათოს მიმართო დათო ისმენთ თქვენი მეუღლე იყო მე უყურე სამზარეულოში თქვენი ქალიშვილი აი მინდა რომ ძალიან დიდი მე არასოდეს არ მithქვია იმის შემდეგ არ გამოსულა ერთში და მინდა რომ აი თავს ხრი შენი ოჯახის წინაშე იმიტომ რომ აი ძალიან კაი ადამიანი ნუ ხა ბატონი ერინა ეს ფენომენი როა ეს მე ვიცი ყოველ რამდენი ხანია უყურებ მაგრამ სამზარეულოში როგორ ტრიალებს ბავშვი თვითონ ნახე ქეთი როგორ ტრიალებდა რა მე ლაივში მაქვს ნანახი როგორ ტრიალებდა რა გემრიელობებს აკეთებს ის ხა მე არა მაქვს ლაივში ნანახა არყავს და ლაივში ნანახი და მინდა რომ ჯანმრთელობა ბედნიერება ქეთი შენ ოჯახს უსურო ყველაფერი ლამაზი ყველაფერი კარგი მინდა გისურო და რა ვიცი წარმატება და დიდი მადლობა ურმესმადლობა გამახარეთ ისე სხვათა შორის შენ რო გაათამაშე ხო ამოგეღო ჩემი ხო თქვენც იყავით იმ დოლორაში ძალიან დიდი მადლობა გიერთდებით ირინას კულინარიულ შესაძლებლობებთან მაგრამ კიდე დავამატებ რომ ზამრავალ მხრივი ადამიანია საერთოდ ლამაზ ქალებზე ამბობენ რომ არც სამზარეულო გამოდით და არც საზოგადოებრივი ცხოვრებაო და ირინა არის ეს საოცარი სინთეზი ნამდვილად და ურმესი მადლობა გამიხარდა ჩემი ოჯახის ქება კარგი რა გავაგზავნე მე ჩავინიშნავ ჩვენი ინტერაქტივის დროს თქვენს აზრებს ჩავინიშნავ და მოდი საინტერესოა თუ საბოლოო ჯამში დავითვალოთ რა მიაჩნია ჩვენს მსმენელს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებად რამაც შეცვალა კაცობრიობა 240-91-92 ბორბალზე საუბრობდით და ბორბალი მხოლოდ ბორბალი არ არის ის ბორბალი პირდაპირ გაგებით რა თქმა უნდა პირველი მნიშვნელობით რაც ურემს ექნება თქვა და გადასაზრდელ საშუალებას და გორავს და ასე შემდეგ ბორბლის გამოგონებას უკავშირდება უკვე წყლის ბორბალი ქარის წისქვილი რომელიც ენერგიას გვაძლევს და კი ძალიან ბევრი რამ არა მხოლოდ ეტლი სართავი ჯარა სამეურნეო ჩარხი მე ეს თავის კბილანებით და მე წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი მთლიანობაში რაც ქმნის ერთობლიობაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვან წარმონაქმს იწყება ბორბლის გამოგონებით და ბორბალით ანუ ბორბალი 6000 წლის წინ გამოგონებული ერთ-ერთი ყველაზე ბორბალი მნიშვნელოვანი არის აი ზუსტად ეს ცენტრი იმისი რა ქვია მოძრაობელი ცენტრი ასეში რომელსაც ახლა ეძებდნენ მე დიდი ხანი რომ ძალიან ბევრი
ფიქრობდი რომ შეცვალა შემდეგმა ეტაპმა შეგვიძლია გადავიდეთ ხო? მეტალის დამუშავება. მეტალის დამუშავების სწავლა დაახლოებით 10000 წლის წინ ოქრო ყველაზე რბილი იყო და ამას უფრო ხშირად დამუშავებდნენ ხოლმე როგორც არქეოლოგები გვეუბნებიან და ნუ ფოლადი ძალიან ძვირფასი იყო თავის დროზე, როცა უკვე აღმოაჩინეს რომ ბუნებრივი მასალის ადნეულის გაცხელებით და დადნობით გამოყოფა შეიძლება და რაღაც ნაწილაკების, რა თქმა უნდა, მეტალის დამუშავებაც აქედან დაიწყო და უმნიშვნელოვანესი ნახტომი იყო ასევე კაცობრიობის ისტორიაში. კიდევ ერთი მსმენელი ახალზე გამარჯობა მოგესალმებით. ჩვენ ძალიან შორიდან დავიწყეთ. თქვენ რას მიიჩნევთ? გამარჯობა. პირველ რიგში მინდა ნინოობა მოგილოთ. ой, დიდი მადლობა. ჩვენ გუშინ იმდენი ვილაპარაკეთ, რომ დღეს დაგვავიწყდა რომ ნინოობა. არა უშავს საქართველოს ფარადეს მინდა ნინოს მადლი. ეხლა რა მინდა იცით, აი თუ შეიძლება ახლა ეს გამოგონება ჩაითვალოს დამწერლობა და ამბანი. რასაკვირველია, როგორ არა, რა თქმა უნდა. იცით რა არის კაპიტონკეთი, თითქოს მე ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს არ არის ადამიანის შესაძლებლობებში მოსაქცევი ფაქტი. აი ეს არის უფრო ზეციური, ასე მგონია, რომ აი გამზადებული ზეციდან დედამიწას დაეყარა ეს 14 ამბანი. რატომღაც აი ადამიანის შესაძლებლობებში მე ვერ ვხედავ იმ პოტენციალს, რომ მას დამწერლობა შეექმნა, ამბანი შეექმნა და თუმცა ისტორიული წყაროები გვამცნობენ და ფარნავას შექმნა დამწერლობა ქართული, იქ კირილეზე გვამცნობენ, რომელმაც კირილიცა შექმნა. კი ბატონო, მაგრამ აი ხო თავდაპირველად ხო იყო რაღაცა თავდაპირველად, ყველაფერი კი არაფრისაგან მოდის, ხო? ჭეშმარიტებისაგან, მაგრამ აი პირველი 100 რომ მოიხაზა. მე ბედნიერი ვარ, რომ 14 ამბანში ჩემი არის. კი, ეხლა მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში მაგ შემთხვევაში. სამი ამბანი. კი, ხო, და ძალიან საინტერესო გვაქვს და უძველესი ამბანი გვაქვს და დღემდე ყველაზე ისეთ საინტერესო ნამდვილად 14 ამბანს შორის შესული. ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოგონებად. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი აზრი. კიდევ ერთი მსმენელი მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. გაითიშა. ხაღალ. აი ამბანიდან გადავიდეთ ხაღალზე. ჩინელების გამოგონება. არ ვიცი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები რომელიც ხახალდიც ხო ქვაზე და სხვადასხვა ხეზე და რაღაცა ყველაფერზე წერის შემდეგ ადამიანებმა მობეზრდა და აი იმაში რომ ჩვენ რაღაცა წიგნები გვაქვს დღეს წაკითხული, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩინელებს თავის დროზე, როდესაც გამოიგონეს ხაღალდი იმისთვის რომ წერის პროცესი ყოფილიყო უფრო მარტივი, ეფექტური, წერა-კითხვა უფრო გავრცელებული და ადამიანებს ესწავლათ და წაეკითხათ. ასე რომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ასევე ნახტომი თუ არა დიდი ნაბიჯი მაინც იყო კაცობრიობის ისტორიაში. ქრისტეშობამდე მეორე საუკუნით თარიღდება დაახლოებით ხაღალდის გამოგონება. მე მიყვეთ ლოგიკურად მაშინ. ხო. ეს ხაღალდი წერალს სად უნდა ჩაედო? რა თქმა უნდა საბეჭდ მანქანაში. დიახ, საბეჭდ მანქანაში უნდა ჩაედო წერალს ხაღალდი. დაიწყებდა წერას საბატონმა იოჰანმა გამოიგონა გუტენბერგის სტამბები მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი 1446 წლით თარიღდება ეს გენიალური გამოგონება საბეჭდი მანქანის ესეთი გამარტივებული სახეა დღეს კომპიუტერის კლავიატურა მინდა ვთქვა და არაფერი ეგ არის რა ველოსიპედს რო გამოიგონებ მე ადვილია იმის ფორდის გამოგონება როცა ველოსიპედი გამოგონილია როცა საბეჭდი მანქანა გამოგონილია მე ტელეფონის კლავიატურის გამოგონებას აღარაფერი აღარ უნდა ასე რომ ნუ რაღაცა გამოგონება დასაბამს აძლევს მეორე გამოგონებას მაგრამ არაფერი არ იქნებოდა არაფერი დედამიწის ზურგზე რომ დახოცილიყო ადამიანები და ვერაფერი ვერ წაეკითხათ არც იქნებოდა კითხვა-წერა-კითხვის აზრი აი ეს არის ერთ-ერთი მართლა ყველაზე საოცარი გამოგონება ეს არის ვაქცინაცია უნდა ჩაითვალოს მე მგონი დაგვეთანხმებით ვაქცინაცია დაახლოებით 1724 წლით თარიღდება ნუ ამბობენ რომ მანამდე სხვებიც იყენებდნენ მაგრამ ეს ყველაფერი განვითარდა სწორედ მე-17-18 საუკუნეში ინდოეთში ან ჩინეთში მე-18 საუკუნეში რა თქმა უნდა და ეს ბატონები რომლებიც მართლა 80% ვისაც შეხვდებოდა იღუპებოდა ვერ გადაიტანდა ვაქცინაციის გარშემო დღეს ისე უმტკივნეულოდ მიდის რომ ალერგიაშიც კი ეშლებათ ხანდახან და ზოგჯერ შეიძლება ფეხზეც გადაიტანოს ადამიანებმა სწორედ ვაქცინაციის წყალობით მაგრამ ვაქცინაციათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ცოფის საწინააღმდეგო ყვავილი იყო მაშინ როცა ვაქცინა დაარქვეს ყველაზე მეტად ყვავილის ეშინოდა ხალხს 1796 წელს აი მიწურულს მე-18 საუკუნის ინგლისელმა ექიმმა ედვარდ ჯენერმა თქვა პირველად ეს სიტყვა ვაქცინა და ყვავილისგან დასაცავად ადამიანებს უცრიდა ძროხის ყვავილს და გავდა ძროხის ყვავილის დაავადებას თუმცა უფრო მსუბუქი იყო და ცოტათი ზრდიდა ამ ყველაფერთ
იმუნიტეტს. ანუ ეს პრინციპი ერთია უკვე. ხო, მაგამდე მისვლა ხო გინდა რომ ადამიანი დაავადო რაღაცით, შემდეგ გამოუმუშავა მის ორგანიზმის იმუნიტეტი. მოგესალმებით. რა მიგაჩნიათ მსოფლიოს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ გამოგონებად? გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, გენაცვალე. გამარჯობა. ხო, მე მაინტერესებს ყველაზე მეტად როგორ ხდება აი ჩვენ თანამედროვე ეპოქაში კაცის ჰორმონების გარდაქმნა ქალის გარდაქმნა მამაკაცად და მამაკაცის ქალად. ანუ ჰორმონების თუ კაცის ხო, ცოტა რთული კითხვაა ჩვენთვის, რადგანაც ჩვენ ამ საქმის სპეციალისტები ვართ. საერთოდ არა. ესე იგი, ჩემში მხოლოდ ქალის ჰორმონები არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, არანაირი სექსისტური განცხადება ეს არ არის და არ მიფიქრია. არასაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ნეტა კაცი ყოფილიყავით, თუ ამაზე ოდესმე დავფიქრებოდი, რა თქმა უნდა, შევისწავლიდი იმას, როგორ შეიძლება. ხო, მაგრამ ალბათ შესაძლებელია, იმიტომ რომ ესეთი ოპერაციები ტარდება და ესეთი რაღაცები ხდება, ხო? ალბათ შესაძლებელია ეს ძალიან თუმცა რა ვიცი გამოგონებებს შორის ერთ-ერთი ისეთი გამოგონება არ არის. აი მაგასაც ჰორმონებს რაც შეეხება მე მაგალითად ხა სულ ჩამქოლოს სრულიად საქართველოს მაინც მიმაჩნია ინვიტრო განაყოფიერება ერთ-ერთ ყველაზე კარგ გამოგონებად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს მისცა უფლება გამختارიყო დედა და ძალიან მომწონს ეს გამოგონება და მივესალმები. თუმცა ალბათ ის ადამიანები, ვინც თავის სქესში თავს საშილად არაკომფორტულად გრძნობს, იმათთვის ის გამოგონება ჰორმონების ცვლის არის ძალიან სერიოზული გამოგონება. სხვა შორის, ქალბატონ, თუ გაინტერესებთ, მე თქვენ გირჩევთ ერთ ფილმს, ეს არის შარშანდელი ოსკარის ნომინანტი ფილმი, ეს არის დანიელი გოგონა, სადაც პრაქტიკულად ნატურალისტურად არის აღწერილი, რა თქმა უნდა, მხატვრულად, მაგრამ ასევე ნატურალისტურად, ზუსტად ის პროცესი, რაც თქვენ გაინტერესებთ, ექიმების მიერ არის აღწერილი. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება. გამარჯობა, მოგესალმებით, უკაცრავად რომ გასწრებით. გამარჯობა, ქეთი და დათო გილოცავთ. თქვენს გილოცავთ. დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის, ესე იგი, თქვენი მუდმივი მსმენელი და ვარ გაოცებული თქვენი ასეთი კარგი თემებით, თქვენი ასეთი კარგი განწყობით, ნიჭიერებით, ყველაფრით, სულ მინდა გაქოთ და რო აღარ წაგართვათ. გამოგონება, ახლა თქვენ დამეთანხმებით ალბათ ისეთი საღიაზროვნების და განათლებული ხალხი ხართ, მრავალი რამე ამ ქვეყანაზე, ხო? ესე იგი, დაწყებული, რა ვიცი, 1000 საუკუნეების დღემდე ეს მობილურის არ იყოს, მობილური ხო რაღაც საოცრება, ყველაფერი, ტექნიკა, მედიცინა, მაგრამ მე ვაფიქსირებ ქსოვილს, ქეთი და დათო. საინტერესო. ქსოვილი. რომ მას შექმნილიყო რაღაც, ნუ აი ხა რაღაც ძალიან მარტივად ვისაუბროთ, ხო? ვივლიდით ყველა დავითი როდგას აგენოს სასახლეში. აი ეს არის რაღაცა ყველაზე ძალიან რომ ჩაუხმოვდეს რეგიონალური დავითი. ხო გენაცვალე. ძალიან დიდი მადლობა. ქსოვილი ძალიან მართალია, ამაზე რატო არ გვიფიქრია? ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან საინტერესოა ხა. დათო შევეცდ პულოვერი არ გეცოს, ვინც გიყურებს რა სანახავი იქნებოდი, არა, კარგი სანახავი. წელს როგორი ფერის ფოთლებია მოდაში ვისაუბრებით. აი ხო, ძალიან საინტერესო ქსოვილი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი მსმენელი მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით პირველი? მადლობა. კარგად, ფეხსაცმელი ხომ არ არის ყველაზე კარგი გამოგონება? ყველაზე კარგი გამოგონება არის ველოსიპედი. აი, მაგითი არ დავიწყეთ ჩვენ ბორბალი და ველოსიპედი? ეგ არია ბა. ეგ არის მსოფლიო ამოძრავებს ველოსიპედი. კიდევ არის რომ აი დედის საშორში ვინც გამოიგონა, ბიჭია თუ გოგო? ეხოსკოპია, ძალიან საინტერესოა მართლა, თუმცა რა ვიცი ხა, რომ არ იცოდე ისედაც გახვალ ადამიანი ფონს. უბრალოდ ხა დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ რომ დაგვირეკეთ. თუმცა ხა აბა ქალების გამოგონებებზე გადადის ასწრაფოდ. გადავიდეთ უკვე კიდევ ერთი მსმენელი, მოდი მე ხო ხედავ ფეხს ვითრებ ქალების გამოგონებებზე გადასვლამდე. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა. ერთი სიტყვით ძალიან კარგი თემა გაგვდა. გაგვდა ყველა მსმენელს მივესალმები, ყველა შესანიშნავად და თქვენ თავად და შესანიშნავად აღნიშნეთ. ჯერ ერთი რომ გამოგონებასა და აღმოჩენას შორის ცოტა განსხვავება, მაგრამ ორივე ერთნაირია. თითქმის
მაგალითად ყველა სფეროში გინდა ქიმია იყოს, მედიცინა იყოს, ისტორია იყოს, მუსიკა იყოს, მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონება და მისი რომელი გინდათ, ორღანი გინდათ, როიალი გინდათ, პიანინო გინდათ, სტრადივარის ვიოლინო, რომელი ინსტრუმენტი გინდათ, გიტარა და ფანდური და რა ვიცი რომ დოლ გარმონით უგნებავთ. სულ ყველა ეს ყველა ხო აღმოჩენა და ის არის მენდელევის ქიმიური ელემენტების პერიოდულობის სისტემა, რომელიც ძილში იურების მარია კიურის აღმოჩენა რადიოაქტიობა და რამდენი რამე აღმოჩენა ყველაფერი ხო მართლა ძველი დროიდან მოდის ჩვენ წელს აღრიცხვამდე და აღრიცხვის შემდეგ ყოველდღიურად სულ აღარ აღმოჩენილია. კი, მაგრამ მე-20 საუკუნე იყო მაინც გადატრიალება აღმოჩენებში. აი გეთანხმებით. 21-ში იმდენი ვერ ჩამოუწევ. ხო, მე-20 იყო გადატრიალება. კაცობრიობის ისტორიაში. ხო, ჯამში თუ ავიღებთ არ ვიცი. ხო, 21 საუკუნეში განვითარდა და დამკვიდრდა და მე-20 იყო მართლა გადატრიალება რადიოთი დაწყებული, დამთავრებული. თქვენთვის რა არის, ქალბატონო ელოდა, ყველაზე კარგი გამოგონება? წნევის აპარატი. ფონენდოსკოპი. მაიმე ძალიან დიდი მადლობა გიჟდები თქვენზე, ბედნიერი დღე თქვენ. ჯამში ავიღავით. მადლობა ჯობთ. სტაბილური წნევით. წნევის აპარატი ძალიან საინტერესო გამოგონებაა. თუმცა ეს მანამდე სანამ წნევის აპარატი მე გამიგია, სხვა შემიძლია ესეთი ექიმები მიდასტურებენ ამას. ძალიან საინტერესოდ იზომება წნევა, ხა სახაზავი ყველამ ვიცით და იმის ოქროს გრძნობი არის ოქრო და იქ ვერცხლის წყალია გამოყენებული პირველ წნევის აპარატებში და სხვა შემთხვევაში დღემდე ინახავს იმ აპარატს და სხვა აპარატებზე ამოწმებს როგორც რაღაცა ეტალონს. ესე იგი თქვენ შეგიძლიათ ვინც მიყურებთ, ნახეთ ესე მასწავლეს გუდაურში უცხოელმა ექიმებმა, როდესაც ადამიანებს თამსვლელებმა, როცა ადამიანებს არ აქვს საშუალება გაიზომონ წნევა არანაირი საშუალებით. მხოლოდ საკუთარი სხეული გაძლევთ ამის საშუალებას. აი ნახეთ, მაჯის ნაწილი, მაჯა, ასე გარეთ თამხრიდან. ხელის გულისკედან არა, ზედა მხრიდან მაჯა უნდა მივადოთ კედელს და მთელი ძალა უნდა გადავიტანოთ მაჯაზე. ხო ხვდები? მაჯაზე უნდა დავთვალოთ 60, ანუ 1 წუთის განმავლობაში ესე უნდა ვიდგეთ, ისე რომ მთელი ძალა აი მიყრნობილი კედელზე გადატანილი იყოს, აი ფაქტობრივად უნდა გეტკინოს ხელი. შემდეგ სწრაფად ვთილდებით კედელს, ხელი ჩაგვაქვს ბოლომდე და ხელი თავისით ადის კონკრეტულ ნიშნულამდე. თუ ხრის სიგანეზე მაღლა ავიდა ხელი, ესე იგი არტერიული წნევა იმაზე მაღალია, ვიდრე თქვენ გაქვთ და იმის შემდეგ ქვემოთ თუ ჩავიდა, ეს არის 100%-იანი სპეციალურად ჩავატარეთ გუდაურში ექსპერიმენტი და 100-დან 100 შემთხვევაში დაემთხვა. ხო, თან გახალისდები და გავიზღება წნევარება. ხო, თან გახალისდები ნამდვილად. კიდევ ერთი სპეციალური. გამარჯობა, რა მიგაჩნიათ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოგონება? გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. ჩემი ნება რო იყოს, მე დღეს ბუნებრივ ჩასახვას ბავშვის კანონ გარეშე გამოაცხადებდი დანაშაულად. მეცნიერება იმიტომ ვითარდება, რომ უნდა ვეცადოთ გამოვიყენოთ ეს მიღწევები. რამდენი დაავადების თავის აცილება შეიძლება, როდესაც გაშინჯავენ ქალის რაც არის, კაცის რაც არის და მოხდება ჯანმრთელი ბავშვის ჩასახვა. რომ დაახლოებით 70%-ამდე ჯანმრთელ ბავშვებს მივიღებთ. დანარჩენი 20 იქნება საშუალო ძალიან მძიმე, ნაკლებად მძიმე. ანუ ხელოვნური გადარჩევა გავაკეთოთ თაობის? აი მართლა ხელოვნურად უნდა იყოს ჩასახვა. არა, რა საპარაკობთ? რაც შეეხება ერთი ბუნებრივი გადარჩევა, ეს ბუნებრივი ხო, კი ბატონო, აბა დაასრულეთ და რაც შეიძლება სექსუალურ ცხოვრებას იყოს რამდენიც უნდა, მაგრამ ბავშვის ჩასახვაზე ლაპარაკი, აი იქ უნდა გაიშინჯოს ყველაფერი და ისე ჩაისახოს ბავშვის შედარები ჯანმრთელ ბავშვს მიიღეთ. თორე მე ესაო ღვთისშვილი არისო თავზე ხელს გადაუსმევენ, ეს ხო მასხარად აგდება დღეს. აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული მეცნიერების მიღწევა.
გასაგებია. რადგანაც საქმე ისა რომ მე თვითონ არა ვარ კარგად და ამიტომ ვიზახი ბავშვი ჯანმრთელი და ჩაისახოს. თქვენგან გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ არ მე გამიგია ეს თეორია ასე ვთქვათ არის ყველა ადამიანი იმსახურებს სიცოცხლეს. არა ამ ეს არ უთქვამს ის კი არა თუ ჩაისახავ წინასწარ გაისინჯოს ყველანაირად რომ რისკები ავიცილოთ თავიდან ნუ ეს წინასწარ რაც ზოგადი გასინჯვარი ნორმალური თვლის აკეთებს საერთოდ სანამ გადაწყვეტ ბავშვი იყოლიოთ რა თქმა უნდა სასურველი ამას ნებისმიერი ექიმი ეტყვის წყვილს რომ ორივე რაღაცა რაც არის იქ პროცედურები ჩაიტარონ და გაესინჯონ რომ იქ მეტი გართულებები წინასწარ თავიდან აიცილონ მაგრამ ეს ჩვენი ბატონი მსმენელი ბრძანებდა უფრო გრძელვადიან და შორს მიმავალ გამოკვლევებზე საუბრობდა უფრო სხვა გარემოზე და იმაზე რომ რისკები ავიცილოთ თავიდან რომ რაღაცა არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელი არის რა დონეზე შეიძლება ამ რისკების თავიდან აცილება ღირს თუ არა ამაზე ფიქრობ ეს თეორია მე წამიკითხავს მოგესალმებით გამარჯობა გამარჯობა ყველაფერი მესვეს კითხები ესე თითქოს ყველაფერში გარკვეული ვარ მაგრამ თუ შეიძლება იცი რამ შეგამარკვიეთ დიახ აი ბალიშა კამპეთში პავიდლოს როგორ კამპეთში პავიდლოს კი კარგი საუკეთესო გამოგონება ბალიშა კამპეთში პავიდლოს ჩადება მარტო როგორ დეფინიცია ალბათ ჯერ პავიდლოა და მე კამპეთ გარედან ხო ალბათ ქარხნული წესით რა ვიცი ჩავიწერე ძალიან საინტერესო ხუმრობა კი იყო ისე მე ადრეც გამიგია რაღაცა მსგავსი და ძალიან გამახალისა ძალიან დიდი მადლობა ბაგნორამას ძალიან დიდი მადლობა ქალების გამოგონებები წაიკარგეთ კარგი გადავხედოთ სანამ თქვენ კიდევ დაგვირეკავთ სოფლიოს გამოგონებებზე ქალების გამოგონებები ყოფილა სხვათა შორის დავიწყოთ მანქანის კონდიციონერით რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს თურმე ვინმე მარგარეტ ვილოქსმა გამოიგონა შესწირდა რა ამას გამოგონებათ თვითფასო მამაკაცებო საფხულში გამოურთეთ მანქანას კონდიციონერი ეს თამაში მონოპოლი ითვლება თამაში მონოპოლი სახანძრო კიბეზე ამბობენ არ ვიცი როგორ დავიჯერო მაგრამ აწერია არის დაუჯერებელი რატო ვერ გავიგე ანაკონას გამოგონია ურთიერთობამ არ დაგარწმუნა რომ ქალები გენიოსებიო სამაშველო ნავი ერთ ჟანრში ხართ ძირითადად გადარჩენაზე ვფიქრობთ კომფორტზე ვფიქრობთ ხედავ აი სახლის მზის გამათბობელი არქიტექტორ ელეონორა რეომონტთან ერთად აუშენებიათ მარია ტელკს პირველი სამედიცინო შპრიცი ლეტიცია გირს ადამიანის გადარჩენა და კომფორტი ნაყინის მანქანას გამოიგონებდით აბარა იქნებოდა ახლა მოყვარულებს ნენსი ჯონსონს გადაუხადეთ მადლობა უგეუბნებიან 1853 წელს შეუქმნია პირველი მოწყობილობა რომელიც ძალიან გავდა ალგორითმზე რა სიტყვი არა ეს კომპიუტერული ალგორითმი ხსადაო რაღაც არის და საიდან იწყება მისი გამოგონების თარიღი ძალიან რთული ამბავია ყველა წერდა ალგორითმებს მის კომპიუტერულ სისტემაში იყო თუმცა არიცი მანქანა გასაგებია რომ თქვენი გამოგონილი იქნება და კი ბატონო კი რა უნდა ყოლა ყველაში მოგახმაროთ მეთქი და ხმარობ ფიდობაში და ძალიან გადასარევი გამოგონება კარგი ეს გავაგრძელებთ ჩვენ კიდევ ბევრია კონკრეტულად ქალების გამოგონებები რაც არის თუმცა ეს ქალებმა გამოვიგონეთ კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვან გამოგონებად რამე გაჩნიათ ამის შესახებ ჩვენ ინტერაქტივი გრძელდება და მსმენელიც ხაზია გამარჯობა მოგესალმებით ალო ალო დიახ გამარჯობა გამარჯობა ნინო ვაზილოსავ თქვენს გილოცავთ რა ვასდა ეს წარით ყველაზე კარგი გამოგონება რაც ამბობ დროს იყო ეს არის გააგრძელეს საქართველოს ისტორია აი მე გეთანხმებით გადასარევი იყო ტელეპროექტი ნამდვილად ვერ გამიგია რატო შეწყვიტეს ეს პროექტი და ძალიან ხობს გააქტიუროთ ეს მე რამდენიც სეზონი დასრულდა რამდენიც ვიცი სეზონი დამთავრდა ერთი ლოგიკური სცენარი არ იყოს და კართაგენის დაინგრეს არ იყოს ყოველთვის შეგახსენებ ხოლმე ამ საკითხს შეგვახსენეთ აუცილებლად დიახ ნამდვილად მაგრამ მე არ ვიცი არა მე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს რამდენიც ვიცი ეს ერთი სეზონი კონკრეტული დამთავრდა და არ მაქვს ინფორმაცია სამომავლო გაგრძელების შესახებ და ვერ გეტყვით ისიც არ ვიცი და დაიხურა თუ არ დაიხურა არა მაქვს მაგაზე პასუხი მაგრამ გასოს რომ თავდებოდა სეზონი უნდა დასრულებულიყო და ალბათ დროებით გაჩერება ხო გაჩერება ნამდვილად არ ნიშნავს აბა ვნახოთ გავაგრძელოთ კიდევ ერთი მსმენელი მე მგონი ველოდება და შემდეგ ისევ გავაგრძელოთ თუმცა ძალიან დიდი მადლობა ჩვენი პროექტების გულშემატკივრობისთვის მოგესალმებით გამარჯობა მოგესალმებით დიახ ძალიან საინტერესო გადაცემა როგორც ყოველთვის და ხუმრობა იქით იყოს მე სერიოზულად მინდა იქ ტრანსფერმა თქვა რომ გააგრძელე ისტორია რომ გააგრძელო სახელმწიფო და დაიწყო და მე მიმაჩნია რომ ქართული სუფრა მაგიდა
რომელსაც აკადემიას უწოდებდნენ, ეს მართლა აღმოჩენა იმ გაგებით, რომ იქ იყო ზეპირსიტყვიერება, პოეზია, მწერლობა, ქართული ლხინი, მოდით ესე ვთქვათ, ხო? მთელი კომპლექსი აი დღეს რომ დაყოფილია და უამრავი შეჯიბრებებია, ეს იყო ქართული სიტყვათა მაგიდა და აი მე მქონდა მექნება ასეთ თხოვნა, ეს სხვა ქვეყნის ხალხებთან დაკავშირებით, აი ტრადიცია, მაგიდის ტრადიცია, კიდევ ისა აქვს ჩვენნაირი. და ხომ არ შევალთ იუნესკო ხომ არ აღიარებს კიდევ შედევრად ქართულ მაგიდას. იცით რა? ეხლა არ ვიცი ამ ბოლო დროს თუ ვინმე წარმომადგენელი იყო ჩამოსული და ქართული ნადიმი ნახა, რა ვიცი, ძალიან გაუჭირდება ალბათ ხმე რა ამ ბოლო დროს. არ გააჩნია როგორ ნადიმს ნახავთ ეხლა ჩვენ რას ვეძახით ხოლმე. მე და ჩემი მეგობრები რომ ნადიმობთ, ის ნამდვილად არ არის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანი, მაგრამ ეხლა ნამდვილად ეს ძველი ისინი კინოებში რასაც უყურებ ქართული მოლხენა ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო. უბრალოდ თუ დავაბრუნებთ ამ ტრადიციას, ძალიან საინტერესო იქნება ქორწილში მაინც ხო რაღაცა ვიღაცამ რომ გადაწყვეტოს, რომ გადაიხადოს აი ნამდვილი თავისი შაირობით, თავისი ზეპირსიტყვიერებით, თავისი ესეთი ხანჯლური ცეკვებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ ნამდვილად არის ძალიან საინტერესო. თუმცა არის ამაზე საუბარი, ნახე ვიპოვე რაღაც სტატიები, გახდება თუ არა სუფრის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აი ამაზე საუბარი. ნუ ეს უბრალოდ მსჯელობა არის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით, რადგანაც ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიას ტრადიციულ დედაენას ქართულ ანბანს აქვს მინიჭებული და შესაბამისად საუბარი იყო ამ ხრივაც, რა თქმა უნდა, გახდება თუ არა ქართული სუფრა, მოხვდება თუ არა ამ სიაში უпростоრად. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ კიდევ ერთი მსმენელი. ეს ძალიან მომეწონა კაცობრიობის ისტორიაში გამოგონებებით გადადგმული ძალიან დიდი ნახტომები და ნაბიჯები და ქართული სუფრაც იგავდა. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. გილოცავთ ნოვას ყველა ნინოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, აი იმ ქალბატონის საპასუხოდ. ძალიან კარგი ტრადიცია სუფრის გაძღოლის აქვთ მოლდაველებს. დიახ. და თუ მას აინტერესებს და ეს ცოტა გრძელი ამბავია, დამიკავშირდეს მე და მე მას აუხნი. ძალიან კარგი ტრადიცია საერთოდ. დიახ. ეს თქვენი ქვეყანაა, მადლობთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მოლდავური სუფრის და მე აი საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, შეგვიძლია დავგუგლოთ და მე ვიპოვოთ. გავაგრძელოთ ხო ქალების მიერ კარგი გაუსვათ ხაზი რომ ქალების გამოგონებულიც არის რაღაცები. უსადენო გადამყვანი ხო, ნუ საკომუნიკაციო სისტემა, რადიო ტალღებით, რადიოს ტორპედოს მიერ კონტროლდებოდა და ანუ ეს გამოვიდა რომ გახდა საფუძველი Wi-Fi-ის და GPS-ის თუნდაც შემდეგ ანუ დაახლოებით სისტემა რომ ავიღოთ ასე მუშაობსო. ხო, სათვალთვალო კამერა ეთყობა ეჭვიანი იყო ეს ქალი ძალიან. ხო, ეგ აშკარად გამოგონილია. და სხვა რამეს დააბრალა მარია ვან ბრიტონ ბრაუნმა და გააკეთა 69 წელს 1900. უსაფრთხოების მიზნით კი თავისთავად ხადი ასე იტყოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზარებს ვრეკავდა პოლიცია სწრაფად ვერ მოდისო და ნიუ-იორკში დაუმონტაჟებია სახლისთვის დამცავად სათვალთვალო კამერები, თუმცა მე ჩემს პირველ ჩვენებას არგოს რაშიც გამოიყენებს და მე კაცებს ჩვენ რა თიყენებთ ნუ გეშინია ამ ქალის გამოგონებას. კი, დღეს უკვე სათვალთვალო კამერების გარეშე. არ არის ისეთი გამოგონებაა ქალის რომ ბოლო არა ეს პირობითად არის ხუმრობით სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამის დამადასტურებელი არაფერი არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსია არის რომ ლუდიც ქალის გამოგონილია, უძველესი მესოპოტამიელი ვინმე ერთ-ერთი ლუდის ისტორიკოსი ცნობილი ჯეინ პეიტონი და მისი ვერსია არის უძველესი მესოპოტამიელი, ვინც პირველმა მოხარშა დალია და გაყიდა ქალი იყო და ახლა მას ვერ დამტკიცებ, მაგრამ ნუ ჯეინ პეიტონს ძალიან უნდა რომ ეს ასე იყოს და ჩვენც გვაჯერებს და რა ვიცი თუ გნება დავიჯეროთ კი ბატონო. კაი, ცოტა ზემოთ ადი. მსმენელი გველდება მე რა ვიცი. გამარჯობა, მოგესალმებით. დიახ. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, ისეთ რა ჩემი ბავშვობიდან ისე მაქვს ჩარჩენილი რომ პენიცილინი რომელმაც გადაარჩინა ტუბერკულოზით დაავადებული ხალხი მილიონობით და ეხლა ალბათ აღარ ითვლება, მაგრამ თავის დროზე ითვლებოდა. არა, ეხლაც ითვლება, იმიტომ რომ პენიცილინი არის ძირი და მთავარი შემადგენელი კომპონენტი ანტიბიოტიკების იმ ჯგუფისა, რომელსაც ჩვენ დღემდე აქტიურად ხმარობთ. უბრალოდ იმას ამ ბოლო დროს უფრო რაფინირებული გახდა, თვითონ შეიცავს თავის თავში სოკოსგან დამცავ საშუალებებს და
ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თორემ მე პირადად ბავშვობაში იმდენი პენიცილინი მაქვს გაკეთებული. წარმოუდგენელი რაოდენობით, აი წარმოუდგენელი ისე რომ ერთხელ კინაღამ დაუყრუდი ზუსტად მაგ პენიცილინის. არა, უნდა ჩავთვალოთ ვაქცინაციის არ იყოს ფლემინგი იყო თუ არ ვცდები პირველი ვინც 1929 წელს გადატრიალება იყო 1929 წელს გამოიყენა ფლემინგმა პირველად პენიცილინი. მე 33 არ მახსოვს, მაგრამ ომის დროს მახსოვს, ქუთაისში ცხოვრობდით, რომ პენიცილინი იყო დეფიციტი და რა ვიცი რაღაც. თქვენი ხმის მიხედვით თქვენ სამოქალაქო ომის გარდა საქართველოში არაფერი არ უნდა გახსოვდეთ. ბევრი რამე მახსოვს. მე ვარ 39 წელს დამადებულები. მე ძალიან ახალგაზრდა მეგონეთ ხმის მიხედვით. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ანტიპენიცილინი და ზოგადად ანტიბიოტიკები არის რომელსაც სხვადასხვა უკვე ძალიან ებრძვიან და აკონტროლებენ. შარშან წინდელი წელი იყო თუ არ ვცდები. პატივსაცემი პრეპარატია, მაგრამ აი ეს არა აუცილებელი პრეპარატია, მაგრამ მსოფლიო რაღაცნაირ რეესურსებზე შედგა ბოლო ბევრი წლის განმავლობაში და შარშან წინ იყო უპრაგონოდ რა თქმა უნდა, როგორც ამბობენ ხოლმე. მსოფლიო მედიცინის ორგანიზაციამ გამოაცხადა მთელი წელი ანტიბიოტიკებთან ბრძოლის კი არა, კარგი გაგებით, ანუ სწორად მოხმარების წელად, იმიტომ რომ ამ მეთოდით თუ გავაგრძელებთო, ზუსტად გამოთვლილი იყო დაახლოებით 40-50 წელიწადი იყო მოცემული, რომ ადამიანის ორგანიზმი სრულად აღარ მიიღებს არც ერთ ანტიბიოტიკს, რეზისტენტური გახდება. ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს, რომ ჩვენი სიმშვიდის ფასად, თქვათ იგივე გავაფუჭოთ სხვა რამ. ხო, გავაფუჭოთ სხვა რამ. მაგალითად, ეხა ბავშვს 40 აქვს სიცხე, ვეღარ ვიწერს სიცხეს. არ და კი, ანტიბიოტიკს იმ წუთას ჩამოყავს, მაგრამ გეუბნები, მე ყურის პრობლემა შემექმნა 20 წლის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებისა. შემდეგ თირკმლის და ასე ასე რომ ზოგადად ანუ მე გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება ჩვეულებრივად. ой, სიცხე მაგ გავიქცევი, რამე ანტიბიოტიკს ვიყიდი დავვლევ და აი ეს მართლა უპრაგონოდ მაპატიან ხოლმე კიდე ერთხელ გავიმეორებ, სამი ეს არის ძალიან ცუდი და არავითარ შემთხვევაში ესე რა მოხდა მე მეცნიერებმა ძალიან ანტიბიოტიკების მეტი რაყრია, არ შეიძლება ესე დაალო. მაგრამ მომარა ანტიბიოტიკი დამთავრებულია მედიცინის საქმე. ეს თავის. ნამდვილად მეც ერთ-ერთ დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ კიდევ ერთი მსმენელი. გამარჯობა. მოგესალმებით, ბატონო დავით, გადაწყვეტი. მე მეშინა ყოველთვის გამოგონება თვითონ რამიანი. და განსაკუთრებით გადაწყვეტი. გამოგონების მაგრამ ხალი არის ყველაზე დიდი გამოგონება. გეთანხმებით. რა ბიზანა ვერ გავიგე. ძალიან დიდი მადლობა. ხალი არის ყველაზე დიდი გამოგონება. ადამიანი და მათ შორის ხალიო, დიახ. ხმა შექმნა ყველაზე დიდი გამოგონება ხალი. კი ბატონო, გამარჯობა, მოგესალმებით. ალო, ხაზე ვარ? დიახ, ეთერში ხართ უკვე. გამარჯობა. გამარჯობა. საფრანგეთის შობას. რა ვარ და ეს არის? ეხლა პენიცილინზე იყო საუბარი. მე მგონია გისმენთ. ვინც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, კაცი არა, დარჩენილი რომ პენიცილინი არ გაეკეთებინა. არა მარტო საბჭოთა კავშირში, მე მგონი მის ფარგლებს გარეთაც მე მგონი კი. 40 წლის ზევის, ვინც არის დაჟე სულ ყველა საქმე პენიცილინი გაკეთებული. დიახ. ზემოთ არა, ქვემოთაც. საბჭოთა კავშირის დროს ყველას ხოლმე გაკეთებული. კი, ნამდვილად მეც მომისლა. დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. ანტიბიოტიკი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონება ადამიანების სიცოცხლე იხსნა და ყველა გამოგონება მე როგორი მარტივი გეჩვენება. დღეს ზუსტად მაგითი დავიწყეთ მე და დათომ მაგიტო გაგვიჩნდა ეს იდეა Google-ის გამომგოსაძიებო სისტემა არის ესეთი რომელიც ცხოვრება ისეთი კომფორტული გახადა რომ ხო ჩვენ ვეღარ გამოვტოვეთ უზარმაზარი ეპოქა ბოდიში კეთილი რომ ჩაგიჭერი ბოლოს მსმენელის აზრი უფრო მეტად გვაინტერესებდა თორე არაფერი გითხოვს ელექტრობაზე, ნატურაზე და ასე შემდეგ ესენი უკვე გამოგჭა. ეს ისეთია, ნუ აი უკვე რომ ვეღარ წარმოგიდგენია ცხოვრება მის გარეშე, ხო? და ასე ზუსტად 96 წელს, ანუ 21 წლის წინ ორ პატარა ბიჭს გამოუგონებია საძიებო სისტემა, რომელმაც ცხოვრება გახადა კომფორტული. ჩემს შულს უკვე გაკვეთილზე მასწავლებლის შეკითხვაზე პასუხი შეუძლია ისე, რომ წიგნში არ ჩაიხედოს და უბრალოდ მიიღოს ინფორმაცია, ეს არის საძიებო სისტემა Google და მე პირადად აღფრთოვანებული ვარ, თუმცა აქვე ვიმეორებ, რომ ტექნოლოგიური გადატრიალებების საუკუნე იყო მე-20, 21 იყო ამ ტექნოლოგიური გადატრიალების არის დახვეწის საუკუნე მხოლოდ და მხოლოდ. 96 წელს დაიწყეს. არაფერი არ შექმნილა 21 საუკუნეში, ესეთი როგორც ვთქვათ არის ტელეფონი, როგორც არის ვთქვათ, რა ვიცი, ნატურა, ეგეთ ხო არაფერი არ შექმნილა.
2016 წელს დაიწყო იქ რატომ დავიწყეთ მოდი კეთი ვთქვათ ბოლომდე ბრინის და პეიჯის ლარი პეიჯის და სერგეი ბრინის ან Google-ის ავტორების ფოტო ვნახეთ 96 წელს ვინ იყვნენ და დავხედეთ და ორი პატარა ბავშვი ჩვენი შვილების ხელა ბავშვების სკოლის მოსწავლეებს რო გვამდნენ აი მათი შექმნილი არის ეს უზარმაზარი რაღაცა დღეს ცხოვრება რო აღჭირდება ისინი გაიადვილეს ცხოვრება იმიტომ რომ სად ნოდარ დუმბაძე წერდა არ გამოგონება ხო ზარმაცების არის ზოგადად კი ნოდარ დუმბაძეც მაგას წერდა რომ ადამიანმა თავისი კომფორტისთვის ყველაფერს ზარმაცი რო არ ყოფილიყო ადამიანი კაცობრიობა არ განვითარდებოდა და ზუსტად ესე არის მგონი იმაში აქ აი ნახე კიდე რა ვიპოვე ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივედი და მინდა გავაჟღერო ჩემი დასკვნა ხო შეიძლება ხანდახან რაღაც ვფიქრობ რომ საინტერესო დასკვნები მომდის ხოლმე და თუ არ იქნება საინტერესო გამკითხეთ არა უშავს ავტომობილი საქარე მინის საწმენდებიც თურმე მერი ანდერსონს შეუქმნია ანუ ესეც ქალის გამოგონება ახლა რატო მანქანის კონდიციონერი ვთქვით ავტომობილის საქარე მინის საწმენდები ანუ მანქანის გარშემო რაც კი კომფორტული და საჭირო ესეთი კომფორტული და აუცილებელი იყო ყველაფერი გამოიგონეს ქალებმა და ამიტომ რო აღარ დარჩათ რომ წესიერად დარება ესწავლებინათ ეგეც არის ხო იმიტომ ესენი გამოიგონეს და დარება ვეღარ მოასწრეს რო ესწავლათ მე რამგონია რატო გამოიგონეს ესე იგი წარმოიდგინე 1903 წელი ხა ქალის ემანსიპაციაზე ლაპარაკი არის ზედმეტი ქმარი ეუბნება ჩამხშობით ჩადი ქალო მანქანას ვინები გაუწმინდა ან კონდიციონერი ესენი მიდიან სადღაცა თქვა ერთი შტატიდან მეორე შტატში ან რაღაცა მანქანით მიდიან და ქმარი ეუბნება რომ დაუნიავოს ყოველთვის იმიტომ რომ ცხელა იმიტომ რომ საჭეს თანძის გესმის ეს უკვე დევნისგან გამოგონილია არა რაგაცინე არა ნუ მაგლოგიკით ესე გამოდის კი ძალიან მაგრები ვარ 18 უმაგრესი ისეთი ამბავი ვარ აი ეს ბრონი ჟილეტი როგორ იქნება ჯავშან ჟილეტი უფრო სწორად თლად პირდაპირ ჯავშან ჟილეტის დიზაინი შეიძლება ქალის არ არის მაგრამ ის მასალა რომელიც ფოლადზე 5ჯერ უფრო მტკიცე იყო ფოლადზე უფრო მტკიცე და რომელიც შემდეგ გამოიყენეს ჯავშან ჟილეტისთვის არის ასევე სტეფანია კოლეკის გაკეთებული 1965 წელს ნუ სილიკონი ნუ სილიკონი ძალიან კარგად ნუ სილიკონი საფენი ბავშვის ესეც გასაგებია მე სხვა ისტორია ვიცი და ამიტომ ეხლა აი ამ შემთხვევაში ბავშვის საფენიც ქალის გამოგონილი ყოფილა და სხვათა შორის კი ბაბუის ისტორიაც გამიგია თუმცა აი სახელგვარიც მოცემულია მერიონ დონოვანი საშხაპე ფარდა გამოიყენა პირველად ნუ რაღაცები დაადეთყობაზე უნდა ქვემოთ რომ კანი არ გაეღიზიანებინა მაგრამ იმას არ გაეტარებინა სამაგიეროდ ცისველე კი ასევე ახლა ბებია ჩემი ისეთ რაღაცებს მიყვებოდა რეებს იყენებდა საფენად რომ უბრალოდ ეთყობა შორს ვერ წავიდა მისი სახელი თუ საინტერესო ხო პილიონკებს ხო აი მართლა წარმოუდგენელია აი ჩვენ როგორ გავიზარდეთ წარმოუდგენელია როგორ გავზარდეს არა თუ ჩვენ ხა ჩემი მეგობრის ერთი არა ჩემი მეგობრის შურებს აღარ შეხვდათ მაგრამ ნუ რაღაც ჩვენ შემდეგი თაობაც პამპერსოდ გაიზარდა გას პამპერსი შემოვიდა საქართველოში 95 წელს ან 14 მაგაზე ადრე არც ერთ შემთხვევაში აჰა რა თქმა უნდა და მე უძვირესი ღირდა და ეხლა უბრალოდ წარმოუდგენელია ყოჩახ პამპერსის გამოგონებას ნამდვილად რაღაც კიდე საინტერესო გამოგონება კონსერვის ქილების სხვათა შორის ნუ ეს ველოდი ნაჯა კოჟინას გამოგონება მსოფლიო საავად ყოფაში ეს აღარ ახლა რა ხანვითი არა დღემდეც ეგრე არის დათო კონსერვი აი ხო მე მინდა არა ხო ნახე დაკონსერვებული საჭმლის მიღებას რომ ცოცხალი პროდუქტი ჯობია ცხადია მაგაზე არა შეგვიძლია მივიღოთ რა თქმა უნდა ხომ ჯერ მქონია ეს შემთხვევა აუცილებლად უნდა გადმოიტანოთ მთელი მასა კი უნდა იმაში დატოვება არ შეიძლება არც შიგნის ჭამა არ შეიძლება გამარჯობა მოგესალმებით ალო გამარჯობა გილოსat დინოვას და ყველა წარსულ ესწავლოთ თქვენ ახლა ნოდარ დუმბაძე ახსენეთ ერთ ნაწარმოებში მას აქვს ასეთი რამ რომ სადღაცაო კაკლის სამტროვის ის მოწყობილობა გამოუგონებიათო და ეს ადამიანსო ისე აზარმაცებს რომ იმის გამოგონებელი იმ ხეზე უნდა დაკიდო იმ კაკლის ხეზეო აქედან გამომდინარე მე მინდა გითხრათ ვინც პირველად გაიკეთა კი არა ვინც პირველად გააკეთა აბორტი ის უნდა აჩეხო იმ დანით რომლითაც აბორტს აკეთებს
ეცით რა ძალიან არ მომწონს ესეთი რადიკალური კი არა ეს რაღაცა ძალადობრივი მოწოდებები ნამდვილად ვერ დაგეთახმებით მიუხედავად იმისა რომ მაგ ოპერაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასევე წინააღმდეგი ვარ ძალადობის რა ვქნა არ შემიძლია ამიტომ ჩემს ეთერში მოდი განვიხილოთ ესე ცოტა მე ვერ მივდგები რა თქმა უნდა სამედიცინო ტერმინოლოგიით ამ ყველაფერს და როგორც ექიმი თქო და ისევე რა მაგრამ აბორტი დასაგმობია როდესაც ეს ხდება თვითნებურად კი არა და თუნდაც სქესის შერჩევის მიზნით თუ არასასურველი სელექციური აბორტი და ასე შემდეგ თუმცა ალბათ გარდაუვალი როცა საჭიროა და რა თქმა უნდა ხო მაგრამ ერთის მხრივ ხა წარმოუდგენელია ნამდვილად ჩემთვის როგორც ქალისთვის აი სრულიად წარმოუდგენელი ოპერაცია ეგ სრულიად წარმოუდგენელი სამედიცინო ჩარევა რომელსაც ნამდვილად არ უნდა მიმართოს არც ერთმა ქალმა მით უფრო რომ დღეს არის 21 საუკუნე და ყველაფრის გაკეთება შეიძლება არა ხანდახან ხდება რაღაც არაჯანმრთელად მიდის და აუცილებელია ის არ არის საერთოდ არ ითვლება იმ აბორტად რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ გეთანხმები მაგრამ ის რომ არა ეს გასაგებია ავადმყოფი ბავშვი მხოლოდ იმიტომ რომ ეს გამორიცხულია მაგრამ ეს არ არის მთავარი თუმცა აქვე მინდა ვთქვა რომ ასევე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ყველაფრის აკრძალვას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ააკრძალვით იმ ადამიანებს ვისაც ბევრი მაგალითი ვიცით აკრძალვის სხვა ქვეყნების და მოდი იატაკუშა ისინი ეს ოპერაცია აქვს გადაწყვეტილი გაიკეთებენ ამ ყველაფერს ძალიან ცუდ და მიწისქვეშა პირობებში იატაკქვეშა პირობებში რაც გამოიწვევს დედების დაღუპვას და კიდევ შემცირებას კიდევ სხვა რაღაცებზე რა აღარ ლაპარაკი იმაზე რომ აბორტი არის უსაშინელესი ოპერაცია რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები და ყველა ადამიანს ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და მკითხავს მე პირადად ჩემი სიცოცხლის ფასად ვერ მოვკლავ მირჩენია მე მოვკვდა ვიდრე ადამიანი ერთმანეთს მოვასწრებთ კეთი უკაცრავთ რომ შეგაწყვეტნია რადგანაც რო გვითავდება გამარჯობა გამარჯობა ძალიან მოკლედ თქვენს და თქვენთან ერთად აბორტის მოწინააღმდეგე ვარ რა თქმა უნდა მაგრამ ასევე უფრო მეტად მოწინააღმდეგე ვარ იმ მშობლების იმ ოჯახის მოწინააღმდეგე ვარ ვინც ხელს უწყობს ამას იმიტომ რომ არავის არ ჭირდება ალბათ შვილის მოკლა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოჯახი ვერ უდგება შეცდომის დროს რაღაცის გამო იმ გოგონას გვერდზე ვინც ამ ნაბიჯზე მიდის მშობლებო გიყვარდეთ თქვენი შვილები თავისი შეცდომებიანად ყველა საყვარელია და ანუ ეს ადამიანები უშვებენ ძალიან დიდი შეცდომას და არა ეს საწოდავი დედა ალბათ ძალიან დიდი მადლობა რეპროდუქციულად მომწიფებულ გოგონას აქვს უკვე რაღაცა ისინი უნარები რომ თვითონაც ჩაერთოს აქტიურად გადაწყვეტილებაში თუმცა ნაწილობრივ რა თქმა უნდა გეთანხმებით ძალიან დიდი მადლობა მოდი გადავხედოთ უცბად ესე იგი თვითმფრინავი და ამწარლობა ანბანი ქსოვილი ველოსიპედი გააგრძელე საქართველოს ისტორია კაცობრიობის საუკეთესო გამოგონებაში მოხდა და ამისი ამაღლით თვითმფრინავი პენიცილინი ქალი საუკეთესო გამოგონება ყოფილა თურმე ბატონო ჩემო ქართული სუფრა ის მომეწონა წლის დღის ფრაზად გამოვაცხადოთ თქვენთვის საუკეთესო გამოგონება რომ წოდების აპარატი არის ჩვენი გალბატონისთვის სრულიად გასაგებად გალბატონი ელადას ფრაზა და მე მაინც დღევანდელ გადაცემას დავარქმევდი როგორ დებენ ბალიშა კანფეტებში პავილოს კი ეს იყო ნამდვილად საყვარელი შეკითხვა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ორშაბათამდე გემშვიდობებით ორშაბათს მსოფლიოს არის გამოგონებაზე თუ შეცდომაზე მაგრამ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო პიროვნებაზე ძალიან საინტერესო თემარი გვეყოლება წინააღმდეგობრივ ადამიანზე სულ ახალ არჩეულია აგერ ბატონო აგერ ხო ცოტა ხნის წინ დროებით გემშვიდობებით გადასარევი შაბათი კვირა თქვენ დროებით Kali, da mama Katsi.